სირიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოხატავს თავის პოზიციას. სირიის მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ასად ალ-შაიბანიმ შეშფოთება გამოთქვა ციტატა: ლიბანში სახელმწიფო სუვერენიტეტის მიღმა მოქმედი გარკვეული შეიარაღებული დაჯგუფებების გამო. დამატებითი ინფორმაციისთვის გადავიდეთ ადგილზე. ჩვენი iOS 4 News-ის ინგლისურენოვანი კორესპონდენტი ჯო ბრაუნი პირდაპირ ეთერშია ჩრდილოეთ ისრაელიდან, ლიბანისა და სირიის საზღვართან ახლოს. ეხლა ჯო, ჰეზბოლა დიდი ხანია მოქმედებს როგორც ლიბანში, ასევე სირიაში, მაგრამ ეხლა სირიის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ისინი ცდილობენ ირანის პროქსის წინააღმდეგ ბრძოლას. რას ნიშნავს ეს განცხადებები რეალურად ადგილზე? ჰეზბოლა სირიის მთავრობისთვის პრობლემად იქცა მას შემდეგ, რაც მათ 2024 წელს ხელისუფლება ჩაიბარეს. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ასადის მთავრობას ეხმარებოდნენ სირიის სამოქალაქო ომში. დაახლოებით 10,000 მებრძოლი წავიდა იქ, რათა მათ გვერდით ყოფილიყვნენ. და ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მათი ძლიერი ყოფნა კვლავაც იგრძნობა. მაგრამ პრობლემა ახლა ისაა, რომ ეს პროქსი ძალები კვლავაც არეულობას იწვევენ საზღვარს მიღმა. ისინი ცდილობენ საზღვარზე იარაღის კონტრაბანდულად გადატანას. მათ კვლავ ყავთ ადგილობრივი მარიონეტული ძალები თელ რეგიონში. და სწორედ ამას ცდილობს აჰმედ ალ-შარა, რომ ბოლო მოუღოს. ის ცდილობს ყველა მილიცია გააერთიანოს ერთ ორგანიზაციაში, სირიის არმიაში. მაგრამ ჰეზბოლა ამას არ სურს. სინამდვილეში სულ გასულ კვირას სირიის უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს ჰეზბოლას რამდენიმე პროქსის დაშლა ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც გეგმავდნენ მაღალი რანგის მინისტრების მკვლელობებს. ასე რომ ფაქტობრივად თუ ლიბანში ჰეზბოლა სუსტია, მაშინ სირიაშიც ჰეზბოლა სუსტი იქნება. ეს ორმხრივად მუშაობს. აი ამიტომ თქვა ალ-შაიბანიმ, რომ ჰეზბოლას ნაკლები გავლენა ქონოდა ლიბანში. ფაქტობრივად ბოლო 3 წლის გამოცდილება მაჩვენა, რომ ახლო აღმოსავლეთის უმეტესობას უბრალოდ მშვიდობა უნდა. მათ ნახეს ის განადგურება და ნგრევა, რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია. ისინი არ სურთ, რომ ვინმე სუპერძლიერის როლი ითამაშოს და ყველაფერი საკუთარ ხელში აიღოს. მათ სურთ რეგიონში დიპლომატიის რაიმე ფორმა არსებობდეს. და ეს ცუდი ამბავია ჰეზბოლასთვის, რადგან ისინი გაურკვევლობისა და ძალაუფლების ვაკუუმის დროს ძლიერდებიან. და ისინი არიან მთავარი დაბრკოლება სირიასა და ლიბანს შორის მშვიდობის დამყარებაში. და არა მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, ისინი არიან მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ისრაელის თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანიდან გასვლაში, რაც თავის მხრივ ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობის პოტენციურ გზას ქმნის. ასე რომ, თუ ეს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, შეიძლება არსებობდეს გრძელვადიანი გზა, როგორც ალ-შაიბანიმაც მიანიშნა ისრაელსა და სირიას შორის ნორმალიზაციისთვის. მაგრამ დერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ნაბიჯი. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ამ რეგიონში ჰეზბოლაა. ეს ის საკითხია, რომლის შეჩერებაც სურს სირიას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე ლიბანში, რათა შეძლოს ახალი ახლო აღმოსავლეთის რაღაც სახის ჩამოყალიბება, როგორც ალ-შარა სურს. ჯო ბრაუნი ადვიდან განახლებული ინფორმაციით მადლობა ამ ანალიზისთვის. სირია კვლავ უახლოვდება ევროპას. ევროპულმა საბჭომ აღადგინა სავაჭრო კავშირები დამასკოსთანაც და ასახელა როგორც ნათელი პოლიტიკური სიგნალი ევროკავშირის მზადყოფნისა სირიის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და ხელახალი ჩართულობის მიმართ. ეს შეთანხმება ნაწილობრივ შეჩერებული იყო 2011 წელს ასადის მიერ სამოქალაქო ომის დასაწყისში განხორციელებული რეპრესიების დროს. ეხლა, როდესაც პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა ცდილობს სირია დასავლეთის ორბიტაში დააბრუნოს, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან დიპლომატიურ წინსვლას წარმოადგენს. სირია კიდევ ერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ნაბიჯს გამს და ისრაელთან ურთიერთობებზე საუბრობს. აი რას განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ თემაზე დღეს. ისრაელთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ისრაელთან ურთიერთობის მხრივ ბოლო 1 წლისა და ნახევრის განმავლობაში ისრაელის მხრიდან მუქარებიც ჰქონდა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციაც. იყო მოლაპარაკებები აშშ-ში შუამავლობით. ჯერ შედეგს არ მივახციეთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მშვიდ და სტაბილურ ურთიერთობას ისრაელთან. ისრაელის მხარეს და ასევე ეხლა ჩვენთან ერთად არის დოქტორი ჯოელ პარკერი, მოშე დაიანის ცენტრის მკვლევარი. ეხლა დოქტორ პარკერ, იმედები მშვიდ და სტაბილურ ურთიერთობაზე ისრაელთან. ეს საკმაოდ პოზიტიური განცხადებაა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. რას მიუთითებს ეს სირიის ამჟამინდელ განზრახვებზე? სირიის სახელმწიფო, სირიის გარდამავალი მთავრობა, თუ ასე გსურთ უწოდოთ, როგორც თავად უწოდებენ თავს, ახლა ცდილობს გაამყაროს კონტროლი სირიის მთელ ტერიტორიაზე. და სხვათა შორის ამას საკმაოდ კარგად ახერხებენ, რა თქმა უნდა, რეგიონის ისეთი მოთამაშეების მხარდაჭერით, როგორიცაა თურქეთი, ყატარი და საუდის არაბეთი, მაგრამ ასევე შეერთებული შტატებისა და აშკარად ევროკავშირის დახმარებითაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის იდეა, რომ ისრაელთან საზღვარი მშვიდი იყოს, უდავოდ სარგებელი იქნება დამასკოს ამჟამინდელი მთავრობისთვის. მათ ეს ძალიან გაუხარდებოდათ.
ეს მათთვის აშკარა მოგება იქნება. მე ვერ ხედავ მიზეზს, რატო არ უნდა სურდეს ეს ისრაელს. უბრალოდ ალბათ დრო დაგჭირდება, რომ რეალურად მივახციოთ შეთანხმება საზღვრისა და სამხრეთში დრუზების საკითხზე. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჯერ შეთანხმებას ვერ მივახციეთ. Dr. Parker, მინდა რომ ჩვენთან დაგჭერთ, რადგან სირიის შესახებ კიდევ რამდენიმე თემა გვაქვს, მაგრამ ჯერ მინდა რომ შირისგანაც მივიღო კომენტარი. როდესაც საქმე ისრაელ-სირიის ურთიერთობების პოტენციალს ეხება, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი. ფიქრობთ, რომ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელია ახალი მთავრობის პირობებში? კარგი მიხარია, რომ ისინი თითქოს მშვიდობას ისურვებენ, ვფიქრობ ისრაელის მშვიდობას ისურვებს. ვფიქრობ სირიის კონტროლის აღება და ძალაუფლების კონსოლიდაცია ასევე გულისხმობს გენოციდურ ქმედებებს დრუზებისა და ალავიტების მიმართ. და ეს უნდა აღინიშნოს ყოველ შესაძლებლობაზე. და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ევროპელები ამას აკეთებენ ისე, რომ არ ეხებიან ამ აშკარა დანაშაულებს, ყველაზე საშინელ ომის დანაშაულებს, რომლებიც სირიაში ბოლო წელს მოხდა. ასევე არ აქვთ რეალური პოზიცია უმცირესობების უფლებებზე ევროპაში. გულისხმობ სირიაში ვისურვებდი, რომ ისინი უმცირესობების უფლებებს ისე იცავდნენ, როგორც პალესტინელებისას. ეს ერთი საკითხია. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ განცხადებები კარგია. მოდით ღრმად დავაკვირდეთ ამ ახალი მთავრობის, ახალი რეჟიმის განათლების სისტემას. და ხედავთ ძალიან ისლამისტურ, ჯიჰადისტურ, ძალიან პრობლემურ. ჰამასის მხარდამჭერი, ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ მიმართული სასკოლო წიგნები. ასე რომ ფაქტებს უნდა შევხედოთ და არა მხოლოდ განცხადებებს, რომ საზოგადოებრივი აზრი დავაკმაყოფილოთ. მაგრამ გონია, რომ ევროპელებისთვის ეს საკმარისია. Dr. Parker, რაც შეეხება ამ ბოლო ნაბიჯს ევროპის კავშირის მხრიდან, რომელიც ცდილობს სირიის დაბრუნებას ეკონომიკური ვაჭრობით დაწყებული, ეს სიმბოლურია თუ რეალური ნაბიჯია აღდგენისკენ? ეს მნიშვნელოვანია როგორც სირიისთვის, ისე ევროპისათვის, რადგან ვფიქრობ, ევროპელებს, განსაკუთრებით გერმანიას, სურს რომ სირიის ზოგიერთი ლტოლვილი, რომლებიც 2010-იან წლებში დაახლოებით 2015 წელს ჩამოვიდნენ, დაბრუნდნენ. ისინი ისურვებდნენ, რომ ისინი დაბრუნდნენ სირიაში. არა ყველა, მაგრამ მაინც ისინი, ვისაც ამის სურვილი აქვს. დაახლოებით მილიონი სირიის ლტოლვილი ცხოვრობს გერმანიაში. და ვფიქრობ, მათ სურთ, ესე ვთქვათ, თავაზიანად მიანიშნონ, რომ სირიაში დაბრუნდნენ. ასე რომ ამ ხრივ ნამდვილად არსებობს ინტერესი. მაგრამ თავად სირია წინსვლას ახდენს. ანუ როცა ბოლო წლის განმავლობაში ძალადობას უყურებ, ყველა ტენდენცია კლებადია. ხაზი აშკარად პირდაპირ ქვემოთ მიდის. დიახ, იყო საშინელი ძალადობის აფეთქებები. არ მიყვარს სიტყვა გენოციდის გამოყენება, რადგან ვფიქრობ, ეს სიტყვა ცოტა გადაჭარბებით გამოიყენება. იყო საშინელი ძალადობის შემთხვევები ალავიტებისა და დრუზების უმცირესობების მიმართ. და ვფიქრობ, ეს უნდა აღვნიშნოთ. მაგრამ ვფიქრობ, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანობაში სირიაში ძალადობის დონე იკლებს. და ვფიქრობ, სწორედ ეს სურს ევროპულ კავშირს, რადგან მათ სურთ, რომ სირიელი ლტოლვილები უსაფრთხო სახლში დაბრუნდნენ. ისინი არ გააგზავნიან მათ ომის ზონაში. და ვფიქრობ, ეს ონქრივი პროცესია. ევროპელები სირიელი ლტოლვილების უსაფრთხო სახლში დაბრუნებას ცდილობენ. და სირიელებს სურთ აჩვენონ, რომ მათ აქვთ უსაფრთხო სახლი, სადაც მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ. And ვფიქრობ, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია. არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ სირიელი ლტოლვილების უმეტესობა სურს დაბრუნება სირიაში, ახალი მთავრობის პირობებში. მას შემდეგ, რაც მათ ევროპაში ბოლო 10 წელზე მეტხანში სახლები და ცხოვრება მოიწყეს. ეს რთული კითხვაა, რადგან არსებობს სირიელი ლტოლვილების ჯგუფები, რომლებიც ევროპაში ბოლომდე ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა. ასევე არიან სირიელი ლტოლვილების ჯგუფები, რომლებმაც უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს. სინამდვილეში არის სირიელი, ქურთი სირიელი წევრი, მგონი ამჟამად გერმანიაში ერთ-ერთი ქალაქის მერი. ანუ მინდა ვთქვა, არიან სირიელები, რომლებმაც რეალურად მიაღწიეს წარმატებას და იმ გზას გახვდნენ, რომელიც გერმანელებმა მათთვის შექმნეს. ისწავლეს გერმანული, მიაღწიეს წარმატებას და არიან ისეთებიც, ვინც ნაკლებად წარმატებულები არიან. პრობლემა ისაა, რომ ვინც წარმატებას ვერ მიაღწია, არც ისინი არიან მზად სირიაში დაბრუნდნენ, როცა ფული თითქმის არ აქვთ და პერსპექტივაც ძალიან მცირეა. ამიტომ ისინი თითქოს შუა გზაში არიან გაჭედილები. კარგი, Dr. Joel Parker, ძალიან საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ მომავალში სირიისთვის. მადლობა, რომ შემოგვიერთით i24 News English-ზე დღეს. მადლობა.
სტუდიაში კლავაც უსაფრთხოების ანალიტიკოს ჯონათან რეიევთან ერთად ვართ. ეხლა, როდესაც საქმე ეხება ახალ სირიის მთავრობას, რომელიც ჰეზბოლას წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას ცდილობს, ისრაელის თავდაცვის ძალებს სირიის საზღვარზე ეს 5 პოზიცია აქვთ. ამ შემთხვევაში სირიის ინტერესებშია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს ამ პოზიციების შენარჩუნების საშუალება მისცეს, განსაკუთრებით სირიისა და ლიბანის საზღვარზე, თუ მართლაც ჰეზბოლას წინააღმდეგ მკაცრ ზომებს გაატარებს. შეიძლება ასე იყოს, მაგრამ საჯაროდ სირია ამას ვერ იტყვის. სირია ვერ გამოვა და ვერ იტყვის. იტყვის: "დიახ, ჩვენ გვინდა ისრაელის ძალები ჩვენს ტერიტორიაზე." თუნდაც ასე იყოს, ეს ისაა, რასაც სირია ვერ იტყვის. მართალია, როგორც სირიის მთავრობა, ისე ისრაელი ჰეზბოლას მტრად აღიქვამენ. ფიქრობ, თუ ამ კითხვას დასვამთ და კითხავთ, ხოთ, ვის უფრო არ მოსწონთ სირიელებს, ისრაელი თუ ჰეზბოლა, გონია რომ მაინც ისრაელი იგებს. კარგი, ჯონათან რეგო, მადლობა ამ განეხლებისთვის.